გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა სქესსა და ასაკში. ვინც გუშინ თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს აგრძელებს იმ საქმეს, რაც ნიჩბებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1989 წელს. განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან გუშინ განვითარებული პროცესების შეფასებისას. ხა ეს არის პირველ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულად ეს დეპუტატი თავს ესხმის საქართველოს სახელმწიფოს, ვიცით სხვა მისი განცხადებებიც. ერთ-ერთი მე რატომაც გამოვეხმაურე იყო ის, რომ ხანდახან არის საუბარი, რომ საბჭოთა კავშირს ნუგვადარებთო და ყველა შევახსენებ, რომ კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ახასიათებდა ორ იდეოლოგიას, კომუნიზმს და ფაშიზმს. ასე რომ დიახაც, როდესაც ასეთი იდეები უჩნდება თავში ევროპარლამენტის წევრებს, რომ იმის საკუთარ პოლიტიკურად მათთვის მიუღებელ შეიძლება ჯგუფებს ან ადამიანებს ქონებები ჩამოართვან, კონფისკაციები ჩაატარონ და ექსპროპრიაციები, ეს სხვა არაფერი არის თუ არა ღრმად საბჭოთა აზროვნება, რომელმაც ფეხი მოიდგა ძალიან ევროკავშირში. მათ შორის იმის წყალობით, რომ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, რომელიც ევროკავშირის წევრი არის, საბჭოთა მენტალიტეტის პოლიტიკურ ელიტებს ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომელიც როგორც ჩანს ვირუსივით შეესია ზოგიერთს ევროკავშირში, გადაედო ზოგიერთს ევროკავშირში და გავლენას ახდენს მათ განცხადებებზე თუ მიდგომებზე. და უნდა ვკითხოთ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, გუშინდელი ფაშისტური აქცია პარლამენტის თავმჯდომარე ვის საკითხებს პასუხისმგებლობას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ხომ არის მან შორის სექტორის რა ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო აქტი. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იყო, ფეხქვეშ გათელა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა, ფეხქვეშ გათელა ის იდეები, რისთვისაც 9 აპრილს 1989 წლის 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები საბჭოთა ჯარს წინ დაუდგნენ. ეს ამ გუშინდელმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ფეხქვეშ გათელა ზოგადად იდეა, რისთვისაც ეროვნული მოძრაობა იბრძოდა. თუმცა ისა ჩვენ ვიხილეთ, ამას კიდევ უფრო ღრმა პრობლემები აქვს და ღრმა პრობლემები აქვს იმ მხრივ, რომ ეს არ იყო ცალკეული ადამიანი იქ. ჩვენ ნახეთ და ვიცით, რომ ეს იყო ორგანიზებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საერთაშორისო გამჭვირვალობა, საფარი, სირცხვილია, რომელსაც იქ ხედავდით და რომელიც წინა დღეებში, მათ შორის ქალბატონი ლომჯარიას NGO წინა დღეებში აორგანიზებდნენ ღონისძიებას, რომ ხელი შეეშალათ მათთვის არამისაღები პირების, ასე ვთქვათ, მისვლისთვის რუსთაველზე ერთი და თავარი მიზანი რაც იყო, რომ ამითი მათ უნდათ პროვოცირება მოეხდინათ დაპირისპირების საზოგადოების შორის. და ვიხილეთ კიდევაც, რომ მას შემდეგ, რაც მათ ვერ მიაღწიეს სავისწავლეს, თავად დაიწყეს ძალადობა. ამიტომ პრობლემა არის არა ის, რომ ცალკეული ადამიანები იყვნენ, პრობლემა არც ის არის იმდენად, რომ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო გეგმავდა საზოგადოების დაპირისპირებას. პრობლემა არის იმ დონორებში, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებდნენ. ამ ორგანიზაციებს ყავთ კონკრეტული დონორები, საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ამიტომ გუშინ იქ ყვირო და სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიღაცა ქართული NGO-ს, რომელიღაცა თანამშრომელი. გუშინ იქ ყვირო და ძალადობდა და თავს ესხმოდა საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს, რომელსაც იქ უყვიროდნენ და სხვა მოქალაქეებს, რომელსაც უნდოდა ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, იქ უყვიროდნენ კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ იქ მივიდნენ თავად მემორიალთან. ასე რომ კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს. ეს არის, რასაც ისინი აფინანსებენ საქართველოში, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი.
შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს თავს დაესხნენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასოცირებული არის ევროპულ დაფინანსებასთან. ამას გვეკითხებია ჩვენი მოქალაქეები. გუშინდელი ამ მართლაც და ამაზრზენი აქტის შემდეგ, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, როდესაც ვნახეთ აბსოლუტურად ემოციურად დაზიანებული ადამიანების ისტერია, რომელსაც არ არის კავშირი არა აქვს არც რუსთაველის გამზირთან, არც 9 აპრილთან და სამწუხაროდ ვატყობთ, რომ არც საქართველოსთან არ აქვს არანაირი ემოციური კავშირი და ერთადერთი მოქმედებენ სხვისი დაკვეთით იმისთვის, რომ კიდევ უფრო რაიმენაირად წაახალისონ თუ უბიძგონ დაპირისპირებას. ასე რომ სრული პასუხისმგებლობა აი ამ ამაზრზენ აქტზე, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის კონკრეტული საელჩოების და დონორების. მათია ეს პასუხისმგებლობა, რაც ხდება. ერთი, იმიტომ რომ ორგანიზატორები გუშინდელი ამ ამაზრზენი აქტის მართლაც და ქართულ სამოში გადარცმული როდიონოვების, რომელიც გუშინ ჩვენ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, ამისი ორგანიზატორები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან კონკრეტული დონორების მხრიდან, ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან ფინანსდებიან, მათ შორის ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. არა მხოლოდ ამიტომ არიან პასუხისმგებელი, არამედ იმიტომ, რომ რაც მანამდე ხდებოდა, როდესაც ხდებოდა ცადეს მათ დაფინანსებულმა ადამიანებმა პარლამენტის შენობის დაწვა დეკემბერში, როდესაც ქუჩაში ფაქტობრივად ტერორის დათესვა უნდათ და ფაშისტური კამპანიები აქვთ ატეხილი მონამონას ძახილით. აი ამ ფაშიზმს, როდესაც არ ემიჯნებიან და არათუ ემიჯნებიან, არამედ აფინანსებენ ფაშიზმს, ტერორს, თავდასხმას, სიძულვილს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ დონორების პასუხისმგებლობა, ასე რომ ნახოთ, რა სიტყვიან ამასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც გუშინ შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე წუთში შვედეთის ელჩი მივიდა იქ, სადაც მისი დაფინანსებული ორგანიზაციები 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ, მივიდა რამდენიმე წუთში და ყვავილებით შეამგო 9 აპრილის მემორიალი. ასე რომ ეს ფარისევლობა უნდა დასრულდეს, ველით კონკრეტულ პასუხს ემიჯნება თუ არა შვედეთის საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ამ ტერორს, რომელსაც მათ გუშინ მოაწყეს 9 აპრილის მონაწილეების მიმართ, საკრებულოს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მიმართ და მოქალაქეების მიმართ. არანაირი შეხება არ ქონიათ და არანაირი კავშირი არ ქონიათ და თქვენ ალბათ ნახავთ, რომ ნანა მახარაძე იდგა მათ შორის იქ, რომელიც 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო არის და დარწმუნებული ვარ იცით ამის შესახებ. გარდა ამისა, პოლიტიკური პატიმრების მშობლები იდგნენ იქ და ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილის ღამესაც 36 წლის წინ საქართველოს პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ. აი, რატომ უწოდებთ ამ ადამიანებს როდიონოვის ფორმაში გადაცმულ ადამიანებს და რომ თითქოს მათ არაფერი აკავშირებთ 9 აპრილთან, არც დამოუკიდებლობის მოპოვებასთან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რუსთაველის გამზირზე 9 აპრილზე მოქალაქეებისთვის ხელი შეშლა, რომ მივიდნენ და პატივი მიაგონ 9 აპრილის მსხვერპლებს, ეს არის როდიონოვობა. გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები სხვადასხვა ტანისამოში, სხვადასხვა სქესში და სხვადასხვა ასაკში. აი ეს ვიხილეთ გუშინ. ყველა ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, ვინც თავს ესხმოდა მოქალაქეებს, რომელიც იქ მიდიოდნენ, ყველა ეს ადამიანი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1989 წლის 9 აპრილს. დღეს მაშინ ჩეხავდნენ ნიჩბებით, ჩეხავდნენ ჩვენი დამოუკიდებლობის იდეას ნიჩბებით, დღეს ჩეხავენ სიტყვებით, ზიზღით და დაპირისპირებით. რაც არის პირდაპირ ხორციელდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით და უცხო გარე ძალებიდან წაქეზებით. კიდევ ერთხელ, დღემდე არც ერთი ეს საელჩო, ვინც არის მთავარი დამფინანსებელი ასეთი ამაზრზენი აქტების განმახორციელებელი ორგანიზაციების, არც ერთი ეს საელჩო
არც ერთ ამ საერთოს არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელების ქვების როლა, პოლიციელების დაწვის მცდელობა მოლოტოვის კოქტეილებით. არ დაუგმია ფაშისტური კამპანიები, როდესაც არის მცდელობა ადამიანების დეჰუმანიზაციის. არ დაუგმია ზიზღის კამპანია, არ დაუგმია პროპაგანდა, არ დაუგმია ტყუილი, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ხორციელდება ევროპის სახელით. ამ ორგანიზაციების მხრიდან არ დაუგმია არც ერთი ეს ნიშნავს რომ თუ არ გმობ ძალადობას ესე იგი აქეზებ ძალადობას და თუ კი აქეზებ ძალადობას ესე იგი ხარ თანამონაწილე ამ ძალადობას ძალებს განხორციელებიათ იმ ადამიანების ნიჩბებით ჩახოცვა და მომწავლელი გაზის გაშვება და 20-მდე ადამიანის სიკვდილი უცხო ძალას განხორციელებია და არა რუსებს და რუსეთის საბჭოთა არმიის კონკრეტულ დანაყოფს, რომელიც საქართველოში იყო შემოსული. განგვიმარტეთ თუ შეიძლება ეს უცხო ძალა რა ტერმინი არის, ვის გულისხმობთ და თქვენ არიცით რომ საბჭოთა არმიამ განახორციელა ეს დარბევა? რა თქმა უნდა, თქვენი ტელევიზიის პატრონისთვის, მამუკა ხაზარატისთვის, რუსეთი და საბჭოთა კავშირი უცხო ძალა არ არის. ის დაძდევდა ეროვნულ მოძრაობის ლიდერებს, ყველა მიცის ისტორია მისი თავდასხმისა, მერაბ კოსტავაზე, დღეს რომ ყელყელაობენ პატრიოტიზმით, ხო არ იტყვის მე ვქენიო. მისმენთ. რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძისთვის რომელმაც თავისივე აღიარეთ პირველი მილიონი რუსეთში გააკეთა ადამიანი რომელიც ეროვნულ მოძრაობას იმასაც ხო არ უარყოფს კომკავშირში იყო იმ პერიოდში რომ ძალადობდა ეროვნულ მოძრაობის წევრების და ლიდერების მიმართ რა თქმა უნდა ამ ადამიანისთვის რუსეთი და საბჭოთა კავშირი უცხო ძალა არ არის რამე კითხვა არის აბა უცხო ძალასთან დაკავშირებით ვინ შეიძლება ყოფილიყო რაც შეეხება ზუსტად ეს არის მთავარი საკითხი დღეს აი ამ ამაზრზენი იდეოლოგიის მიმდევრებს რომელსაც ჩვენ გუშინ ხედავდით რუსთაველის გამზირზე და საზოგადოება ხედავს ამდენი ხანია სამშობლო დაკარგულ ადამიანებს მათ გონიათ რომ არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა თუ რუსეთის ვასალი ხარ მაშინ ხარ ცუდი და თუ ესტონეთის ვასალი ხარ მაშინ ხარ კარგი ეს არის ზუსტად რაც ვქვი მე რომ არ ესმით ამ ადამიანებს რას ნიშნავდა 1999 წლის 9 აპრილის გმირობა რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა მაშინ ჩაიდინეს რომ არ არსებობს კარგი ვასალობა რომ არ არსებობს კარგი და ცუდი მონობა რომ ყველა ამ და ის რომ დღეს რომ უნდა წარმოადგინოთ რომ არსებობს რაღაცა ასე კარგი და ცუდი ბატონი აი ეს არის მთავარი პრობლემა და უცხო ძალა როგორც უცხო ძალა არის ყველა გარდა საქართველოს ის ვინც არ არის ის რაც არ არის საქართველო ეს არის უცხო ძალა წერტილი სალამ ამას არ შეიგნებს თქვენი დამფინანსებელი სალამას არ შეიგნებს ის ამაზრზენი პოლიტიკური ჯგუფი რომელმაც გუშინ ეს ძალადობის აქტი ჩაატარა რუსთაველის პროსპექტზე სადამ ამას არ შეიგნებენ ისინი ვერ შეიგრძნობენ საქართველოს სადამ არ მიხვდებიან რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სამშობლო და მას ქვია საქართველო და საქართველოს მიღმა ყველაფერი არის უცხო და ეს არის წერტილი როგორც ენობრივად ისე პოლიტიკურად და ეს არის სწორედ მთავარი პრობლემა რომ როგორც აი ეს უბრალოდ საბჭოთა მენტალიტეტი რომელიც დღეს სხვათა შორის ისიც მოახერხესო საკუთარ ასე ვთქვათ ჯგუფში მათ შორის იმ ხალხში დაამკვიდრეს რომელსაც საბჭოთა კავშირი არც კი გამოუვლია ის რაც იყო იდეოლოგია რასაც თესავდა საბჭოთა კავშირი ნერგავდა საბჭოთა კავშირი რომ ადამიანი იყო არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქე არამედ საბჭოთა მოქალაქე საბჭოთა პასპორტით და ეს იყო მისი ასე ვთქვათ კოსმოპოლიტური მიდგომა დღეს ამას გვეუბნებიან რომ ისინი არიან არა საქართველოს არამედ მსოფლიო მოქალაქეები ისინი შესაბამისად როგორც საბჭოთა მოქალაქე მოქმედებდა არა თავისი კონკრეტული სამშობლოს საქართველოს ინტერესით არამედ უნდა ემოქმედა საბჭოთა კავშირის ინტერესით დღეს ეს მსოფლიო მოქალაქის პასპორტის მოფრიალე ხალხი რომელსაც ხშირად ხედავთ ზუსტად ამას ამბობენ უნდა იმოქმედო არა შენი სამშობლო საქართველოს ინტერესით არამედ შენი რაღაც მსოფლიო ასე ვთქვათ მოქალაქის ინტერესით დიახ რაც არ არის საქართველო არის უცხო და დიახ ჩვენ ხედავდით ეს ბოლო პერიოდი როგორ უნდათ რომ ჩვენი რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ზოგიერთ
უცხო ქვეყანას შემოესაღებინა ჩვენთვის როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესები. აბა სხვა რა არის? როდესაც ლატვიის პრეზიდენტი მოგვიწოდებს რომ სანქციები დაუწესოთ რუსეთს. ეს ხომ არის მისი პოლიტიკური დღის წესრიგი ლატვიის, რომელსაც საკუთარი ასე ვთქვათ საკუთარი დამოკიდებულება აქვს თუ რა ვიცი საკუთარი შიშები აქვს რუსეთთან დაკავშირებით, მათი ინტერესი მოეხვია ჩვენთვის თავზე და რომ გვეუბნებოდა ლატვიის პრეზიდენტი რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. ვის ინტერესებში გვეუბნებოდა? თავის ინტერესში და აქ ვინ უჭერდა მხარს? ის ხალხი რომელიც არ გძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ, არ გძნობს თავს რომ არის საქართველოს მოქალაქე და იქცევა ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის, საფრანგეთის ყველას ინტერესში ოღონდ არა საკუთარი სამშობლოს და საკუთარი თანამოქალაქეების ინტერესში.